საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ჩინეთში გაეცნობიან. ეს არის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის მიზანი, რომლის ფარგლებშიც თანამშრომლობა მსოფლიოს წამყვან მარკეტინგულ და საკონსულტაციო კომპანიასთან დაიწყო. შედეგად ჩვენს ქვეყანას უკვე სტუმრობდნენ ჩინელი ინფლუენსერები, რომლებსაც საქართველოს მთისა და ზღვის კურორტები, უნიკალური არქიტექტურა, გამორჩეული ლანდშაფტი, კულტურა და სამზარეულო გააცნეს. სპეციალურად დაგეგმილი მარშრუტის ფარგლებში მიღებული ინფორმაცია და შთაბეჭდილებები ახლა ჩინურ სოციალურ პლატფორმებზე განთავსდება. სხვადასხვა საიტებზე რეგისტრირებულ მილიონობით მომხმარებელს კი საშუალება მიეცემა საქართველოს შესახებ მეტი ინფორმაცია მიიღოს და ვიზიტი ისე დაგეგმოს. კამპანიის მიზანი ჩვენი ქვეყნით კიდევ უფრო მეტი ჩინელი ტურისტის დაინტერესება. საქართველოს როგორც ტურისტულად მიმზიდველ და უნიკალურ ქვეყანას ჩინეთის მოსახლეობას ადგილობრივი ინფლუენსერები წარუდგენენ. ამ მიზნით ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ თანამშრომლობა დაიწყო წამყვან ციფრულ მარკეტინგულ და საკონსულტაციო კომპანიასთან Dragon Trail International-თან. პროექტის ფარგლებში საქართველოს ჩინელ ინფლუენსერებსა და ვიდეოგრაფებს უმასპინძლა, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ტურისტული პოტენციალით არიან დაინტერესებულები. ახალი მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით მასპინძლობ ჩინეთიდან ძალიან ცნობილ ინფლუენსერებისა და ვიდეოგრაფების ჯგუფს. აღნიშნული დღეების განმავლობაში ისინი გადაიღებენ სხვადასხვა ქალაქში ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს, რაც რა თქმა უნდა ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ბუნების, გასტრონომიისა და ღვინის პოპულარიზაციასა და პოზიციონირებას მიზნობრივ ბაზრებზე. ინფლუენსერებისა და ვიდეოგრაფების ტური მოიცავდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონს, მათ შორის მცხეთა-მთიანეთს, იმერეთს, გურიას, აჭარას, შიდა ქართლსა და კახეთს. ტურისტული მარშრუტი სპეციალურად ისე დაიგეგმა, რომ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ახლოდან გაცნობოდნენ ქვეყნის კულტურას, ისტორიულ მემკვიდრეობას, სამზარეულოს და რა თქმა უნდა ქართული ღვინის წარმოებას. ეს ჩვენი პირველი ვიზიტია საქართველოში. ყველას შეგვიყვარდა თქვენი ქვეყანა. საქართველოს შეუძლია მრავალფეროვანი პროდუქტები შესთავაზოს მოგზაურებს. თიდან დაწყებული, ზღვით დამთავრებული. ფიქრობ, ჩინელ მოგზაურებს საქართველო ძალიან მოეწონებათ. ჩინეთში საქართველოს ტურისტული მიმართულების პოპულარიზაციას ვეწევით. გვექნება ბევრი ღონისძიება. ჩავატარებთ კამპანიებს სოციალურ მედიაშიც. საქართველო ძალიან ლამაზი ქვეყანაა, გამორჩეულია სამზარეულოთი, ძალიან გემრიელი კერძები გავსინჯე. მინდა ჩემს მეგობრებს და გამომწერებს გავუზიარო ჩემი შთაბეჭდილებები და მოვუწოდო მათ, რომ აუცილებლად ეწვიონ საქართველოს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საერთაშორისო მარკეტინგული კამპანიის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს პოპულარიზაციას ჩინურ ტურისტულ ბაზარზე. ფართო აუდიტორიას ქვეყნის ტურისტული შესაძლებლობები გააცნოს. ჩინელ მოგზაურებში საქართველოს მიმართ ინტერესი კი რეალურ ვიზიტებად აქციოს. საქართველოს საოცარი და მრავალფეროვანი ქვეყანაა. ახლახანს ვიმოგზაურე ევროპაში და რაც ევროპაშია შესაძლებელი მოგზაურისთვის, საქართველოშიც ხელმისაწვდომია. კულტურა, ისტორია, ღვინო, საჭმელი, არქიტექტურა, სხვა და მზიანი დასვენება. საქართველო გამორჩეულია და ვფიქრობ, ნამდვილად ღირს ჩინელმა მოგზაურებმა საქართველო გაიცნონ. საქართველო ძალიან მომეწონა. პირველად ვარ. ჩვენ აქ დავათვალიერეთ იუნესკოს ძეგლები, მოვინახულეთ ისტორიული ადგილები. საქართველოს არაჩვეულებრივი ბუნება და სამზარეულო აქვს. მოგზაურობის შედეგად შექმნილი ვიზუალური კონტენტი ჩინეთის წამყვან სოციალურ პლატფორმებზე განთავსდება. მილიონობით მომხმარებელს ეს საშუალებას მისცემს საქართველოს შთამაგონებელი შთაბეჭდილება შეიქმნას და ჩვენს ქვეყანაში მოგზაურობაც დაგეგმოს.